უკვე გადასცემდა იგონა გაიქცა. მე რომ უკან მოგვუნდა და ხელში არ ქონდა პირადობის მოშევება მიზანდები ვიქრა არ ვიციო. შევეკითხეთ რატომ არ გაჩერდით და რატო არ დაემორჩა არ ოთხოვნას დამკვირვებელია მართალია რომ გადაღების კომპლექსი მაქვს და იმიტომ შემდეგ მოვიდა და ახლა 15 წუთიან ინტერვიუს აძლევდა Info9-ს იმასთან დაკავშირებით თუ დამნაშავე არ არის რითაც ბათილდება ის რომ იძახის რომ მე გადაღების კომპლექსი მაქვს და იმიტომ აი მეტი რა უნდა დროშები უდევთ იმათ მანქანაში გუშინ რა ატრიბუტიკითაც დადიოდნენ გუშინ ნაციონალური მოძრაობის წევრები გასაგებია რომ ზოგადად ქართული დროშა არაფერისაცაა და როგორიცაც ჩვენც ვიცით, მაგრამ ზუსტად იგივე ფაქტური, ზუსტად იგივე ჯოხებით და ტარებით რამოდენიმე დროშა უდევთ მანქანაში იმ არასამთავრობო დახმარებას. და შესაბამისად უხეშად მოგმართავდნენ რა გინდათ რომ ეს ბიულეტენი რომ უნახეთ რომ დაიწერა ამის თავებას. აი ახლა უნდა დაიწეროს აქტი 15-ჯერ შესვლა გამოსვლა, მერე მანქანაში BMW-ში ჩასვლები და გაქცევები სადღაც და უკან მოვარდნები, ეს ის მოძრაობაა, რასაც ქვია სომხური კარუსელის დასაწყისი. ეგ არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი მოდელი ორგანიზაცია შეინიშნება. თავისუფალი არჩევანი თუ არ ვცდებ თუ რა ეწერა ზუსტად. არა, ზუსტად უნდა მეურვეობაზე და შეიმჩნევა. ბატონო? მეურვეზე და შეიმჩნევა გაიქცა ის. ხო, ანუ ეს ადამიანი როცა შევეკითხეთ გადაღებას ხო და რატო გაიქეცითო? არ შეიძლება რომ გავიქცე. ამიტომ სახში ეჩქარა. ამიტომ დამკვირვებლებს უნდა უთხრათ რომ როდესაც კაბინიდან გამოდის ადამიანი მოსთხოვს აჩვენოს რომ ხელში ორი ბიულეტენი უკავია და იმას დებს კონვერტში რათა ვერ შეძლონ მოპარვა ბიულეტენისა გარეთ გატანა. იმასაც აღნიშნავ კანონის თანახმად საარჩევნო ბიულეტენი არის სახელმწიფო საკუთრება. შესაბამისად მისი წაღება უკვე არის საკუთრების ხელყოფა. რაც არის დანაშაული. რა შემიძლია ამათო ერთ-ერთი მინდა ხო აი ეს პატუსები